მეგობრებო, გაზრდილი დენის ტარიფი, მაღალი ფასები და გაძვირებული ცხოვრება პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და ოცნების კორუფციულ დაჯგუფებას, რომელმაც თავისი კორუფციული წილი ჩადო დენის ტარიფში. ამის კონკრეტული მაგალითია ბიტკოინ მაინერების ქსელი გლდანში, სვანეთში, კერძოდ მესტიაში, რომლის ფასაც ჩვენი თანამოქალაქეები იხდიან უკვე გაძვირებული დენის ტარიფით. მიუხედავად იმისა, რომ მამუკა მდინარაძემ დაანონსა სვანეთში მაინერებთან ბრძოლა და მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოქმედებები და ამოღებულია რაღაცა მაინერები, ეს მხოლოდ ამტკიცებს იმას, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ იქ კონკრეტული დაჯგუფება იპარავდა ხალხის რესურსს, ელექტროენერგიას, ისე რომ არც ერთი ლარი არ შედიოდა ბიუჯეტში. ეს არის ტოტალური ძარცვა ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოსი და ჩვენ მოვითხოვთ, რომ დასახელდეს კონკრეტული სახელი და გვარები. თუ ვინმე საინტერესებს, თუ ვინ დგას აი ამ სქემების უკან, ამაზე უკვე ციხიდან მოიწერა ლევან ხაბეიშვილმა და ამხილა ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც იყო აი ამ კორუფციული სქემის დირიჟორი, არის ამ კორუფციული სქემის ორკესტრის დირიჟორი და ამის გამო, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს რო ქონდა გლდანში ბითფური, გაუძვირდა ჩვენ თანამოქალაქეებს ცხოვრება და არა მხოლოდ დენის ტარიფი გაძვირდა. დენის ტარიფის გაზრდილი დენის ტარიფის გამო გაძვირდა პროდუქცია, გაძვირდა ცხოვრება და ამ კორუფციული წილის ფასს ჩვენი თანამოქალაქეები იხდიან. ამიტომ, რა თქმა უნდა, კონკრეტული დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და არა ის ადამიანები, ის კეთილსინდისიერი მომხმარებლები, ჩვენი თანამოქალაქეები მესტიაში, რომლებმაც ფიცი დადეს ხატის წინაშე და პატიოსნად ასრულებდნენ ამ პასუხისგებლობას. ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ მამუკა მდინარაძეს, ირაკლი კობახიძეს, რომ კონკრეტული დამნაშავეები დაისაჯონ. ეს კონკრეტული პიროვნება უკვე დაასახელა ლევან ხაბეიშვილმა, ეს არის ვიქტორ ჯაფარიძე, მისი ჯგუფი სწორედ მაინერების ქსელით ძარცვავდა ქართულ სახელმწიფოს და ახლა მოვიდა დრო ყველამ აგოს პასუხი. აი ამ კორუფციული წილის ფასს ჩვენი თანამოქალაქეები არ უნდა იხდიდნენ, არ უნდა იხდიდნენ გაზრდილი დენის ტარიფს და ეს უნდა შეჩერდეს. ასევე ჩვენ მოვითხოვთ მესტიაში მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ჩვენი თანამოქალაქეების, რომ მათ მოუგვარდეთ საყოფაცხოვრებო პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია გათბობასთან და თბოიზოლაციასთან. ამიტომ ერთის მხრივ უნდა მოუგვარდეს ჩვენს თანამოქალაქეებს მესტიაში ეს პრობლემა და მეორეს მხრივ არ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც პატიოსნად, კეთილსინდისიერად ყოველთვის ასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას ქვეყნისა და სახელმწიფოს წინაშე. და უნდა დაისაჯონ მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში, 7 წლის განმავლობაში ძარცვავდნენ ქართულ სახელმწიფოს და ჩვენ ეს დათვლილი გვაქვს ყოველწლიურად მესტიაში 40 მილიონ ლარზე მეტი ელექტროენერგია იხარჯებოდა ისე, რომ ამით მხოლოდ და მხოლოდ ვიქტორ ჯაფარიძის კონკრეტული დაჯგუფება სარგებლობდა და გამოიმუშავეს მილიონობით, ასეულობით მილიონი ლარის ბიტკოინი. ამიტომ ყველამ ეს ფული უნდა დააბრუნოს უკან და ამ გაზრდილი დენის ტარიფს არ უნდა იხდიდეს ჩვენი თანამოქალაქეები, ეს ფული, ეს ნაძარცვი ფული უნდა დაბრუნდეს ბიუჯეტში. მადლობა. ეს რა რო შეცვლის ამ რეალობას, ან დამატებით რამ შეიძლება იყოს მიღებული პრევენციისთვის ზომები ახსნე? 7 წელია მესტიაში არის ეს პრობლემა, მაინერების ქსელი, გადატვირთული გადამცემი ხაზები, მათ შორის დენის გარეშე იყო დარჩენილი მოსახლეობა, იქ არ არის გაზი, მხოლოდ და მხოლოდ გათბობის საშუალება არის ელექტროენერგია, ამიტომ კორუფციულ სქემებზე რო ლაპარაკობთ, ეს კორუფციული სქემები დაკავშირებულია კონკრეტულ ადამიანებთან, ლევან ხაბეიშვილი ამაზე საუბრობდა და საუბრობს. ეს არის ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც ამ კორუფციულ ორკესტრს დირიჟორობს, წლების განმავლობაში ხელი მოითმო, ქართველი ხალხი გაძარცვა და მოვიდა დრო აგოს პასუხი. არა მხოლოდ ვიქტორ ჯაფარიძემ, არამედ მათ შორის ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც გლდანში გამოიმუშავა მილიარდობით ლარის ბიტკოინი და აი ამ ბიტკოინების ფასს ახლა ახდევინებს ჩვენს თანამოქალაქეებს.
7 წელია ამ კორუფციულ სქემაზე საუბრობს არაერთი ჟურნალისტური გამოძიება, მათ შორის ჩვენ ანტიკორუფციული ჯგუფი ნაციონალური მოძრაობის საუბრობთ ამაზე, თუმცა ხელისუფლება არათუ არ დაინტერესებულა, პირიქით სარგებელს იღებდა, ის დირიჟორობდა ამ ორკესტრირებულ კორუფციას, მაინერების ქსელს, მისი გარემოცვის იყო ეს ყველაფერი და ამის გამო არაერთხელ დაზარალდა მესტიის მოსახლეობა, რომელიც დენის გარეშე იყო დარჩენილი. არაერთი საპროტესტო აქცია ვნახეთ, მათ შორის 2021-22 წლებში, როცა მერიც კი ქართული ოცნების მერიც აპროტესტებდა მაინერებს. ხატზე დაიფიცა ხალხმა და ეს ფიცი შეასრულა. აი ვინც ხატზე არც ფიცს, არც პასუხისგებლობას, არც ჯვარს პატივს არცებს, აი ის ჯგუფია, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი საუბრობს. მადლობა. კადრები გადავამოწმოთ. აუ კადრებიც რო გადაიღო. მოგვარდება პრობლემა. 40 მილიონი ლარის ელექტროენერგია დაიხარჯა ყოველწლიურად 7 წლის განმავლობაში. ანუ 300 მილიონი ლარი არის გაძარცვული საქართველოს სახელმწიფო. ანუ 15 მუნიციპალიტეტი რომ მოიხმარს, ანუ საქართველოს ტერიტორიის მესამედზე რა ელექტროენერგიაც არის მოხმარებაში, ის იყო მხოლოდ და მხოლოდ მესტიაში. წარმოგიდგენიათ, ანუ ეს არის წარმოუდგენელი ძარცვა და ყველაზე ცუდი რა არის, რომ აქედან ბიუჯეტში 0 ლარი შევიდა. ამან შეაჩერა ტურიზმის განვითარება მესტიაში. ამის გამო, ხო, მესტიაში ტურიზმის განვითარება როგორ შეაჩერა? იმიტომ რომ დამატებით სასტუმროები და შესაბამისი ობიექტები რომ გაჩენილიყო, დამატებითი ენერგია ჭირდებოდა და შეჩერებული იყო, ყველა პროექტი შეჩერებულია მესტიაში. ვერ ფართოვდება მესტი. მაგის გამო. ანუ იმიტომ რომ რესურსი არ ქონდა, იქ გაზი არ არის, მხოლოდ ელექტროენერგია, ამით იწვება იქ მოქალაქეები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რაზეც ვილაპარაკებთ, izolაცია და ის საყოფაცხოვრებო პრობლემები, რომელიც გათბობას უკავშირდება სვანეთში. სახელმწიფო უნდა მოაგვაროს. ერთი პროექტი არსებობს მთის განვითარების, რომელიც მოქმედებს მაგალითად დუშეთში და სვანეთშიც. ეს უნდა ხო მაღალმთიან რეგიონებში, ეს უნდა გაფართოვდეს და საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით ჭირდება მესტიას დახმარება, რომ იქ ადგილზე ადამიანები, რომლებიც არიან დამაგრებული, სახელმწიფოსგან მქონდეს მხარდაჭერა. ამას მოვითხოვთ ჩვენ და არ გვინდა რომ დაისაჯოს ის პატიოსანი წესიერი და კეთილსინდისიერი მოქალაქე, რომელმაც ხატზე დაიფიცა, ეს პასუხისგებლობა პირნათლად მოიხადა, როგორც ხატის წინაშე, ისე თავის ქვეყნის წინაშე და ვინც ამას არ აკეთებს, არის ვიქტორ ჯაფარიძე, ყველა მიცის ეს. ამაზე საუბრობს ლევან ხაბეიშვილი. რა ვიცი, წლები ამაზე ვსაუბრობ. ყველაფერი იცის. ხო.